მოგესალმებით ყველას, მედია კავშირი ობიექტივი და გადაცემა პროფესიონალები და საზოგადოება კვლავ თქვენს სამსახურშია. ჩემი დღევანდელი გამოშვება ოდნავ უჩვეულო ფორმატით წარიმართება, რამე თუ მე მყავს ორი თანაწამყვანი. პირველ გამოშვებაში ჩვენ საუბარი გვექნება ისტორიის შესახებ, მეორეში კი ფსიქოლოგიის შესახებ. რაც შეეხება პირველი გამოშვების პირველი ნაწილის სტუმარს, ეს გახლავთ თბილისის 52 საჯარო სკოლის ისტორიის პედაგოგი ქალბატონი მაე ბეჟუაშვილი. მოგესალმებით ქალბატონო მაე და დიდ მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. ხოლო რაც შეეხება ჩემს თანაწამყვანს, ეს გახლავთ 174 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე ბარბარე არაბიძე. გამარჯობა ბარბარე და ძალიან დიდი მადლობა იმისთვის, რომ ხარ ჩემი თანაწამყვანი დღეს და აიხა გისმენთ. ესე იგი, მოგესალმებით ყველას. ქალბატონო მაია, მადლობას გიხდით მობრძანებისთვის. მე ძალიან მიყვარს ისტორია, მაგრამ აქაც მაქვს ჩემთვის საინტერესო ეპოქები. ერთ-ერთი ასეთი ეპოქა, ფანაოზის ეპოქა. მაინტერესებს, სად იზრდებოდა ფანაოზი და თქვენის ნებართვით აქვე დავსვავ შემდეგ შეკითხვას, რას გვეტყვით ფანაოზის იზრდის შესახებ. მოგესალმებით პირველ რიგში. მოგესალმებით მაიკა. მივესალმებით თქვენს მაყურებელს და მადლობას გიხდით მოწვევისათვის. დიდი მადლობა თქვენს. ფარნავაზი ქართული ისტორიოგრაფიის მინდა ვთქვა, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია საქართველოს ისტორიოგრაფიაში. ფარნავაზი, ქუჩი, აზო, ალექსანდრე მაკედონელი ეს არის ის ეპოქა, რომელმაც მინდა გითხრათ, რომ აი ელინისტური ეპოქის არსებობამ მსოფლიო ისტორიოგრაფიას დაასვა მნიშვნელოვანი დაღი და მათ შორის ჩვენც, იმიტომ რომ ცნობილი ფაქტია, ქართულ ისტორიოგრაფიაში მიღებულია, რომ ქართლის სამეფოს ჩამოყალიბება უკავშირდება ელინისტურ ეპოქას. ეს არის ეპოქა, რომელმაც ფაქტობრივად აზიური და დასავლური სამყარო დააკავშირა ერთმანეთს. ეს არის ეპოქა, რომელმაც მნიშვნელოვანი როლის შესრულებასთან ერთად სახელმწიფოებსაც დაუდო სათავე. რატომ? იმიტომ რომ ალექსანდრეს გარდაცვალების შემდეგ ფაქტობრივად ელინისტური სახელმწიფოები წარმოიქმნა, ბერძნულ-მაკედონური დინასტიებით სათავეში და შესაბამისად უმნიშვნელოვანესი ეპოქა ჩვენს გვეხება. ეხლა რაც შეეხება თავად ფარნავაზს, ცნობილი ფაქტია, რომ წყარო გვესაუბრება ასე, როგორც მე-11 საუკუნის წყარო, ლეონტი მროველის სახით ქართლის ცხოვრებაში გადმოცემული, ასევე მოქცევაი ქართლისაი, რომელიც მე-9 საუკუნის წყაროა და გვეუბნებიან, რომ ალექსანდრე მაკედონელმა ილაშქრა ქართლში. თუმცა მინდა აქვე აღვნიშნო, რომ არსად მსოფლიო ისტორიოგრაფიაში სხვაგან არც ალექსანდრე მაკედონელის ისტორიკოსებში არ არის დაცული ინფორმაცია, რომ ალექსანდრემ ილაშქრა ქართლში. თუმცა არ გამორიცხავენ იმას, რომ შესაძლებელი იყოს ალექსანდრე მაკედონელის რომელიმე სარდალს ელაშქრა ჩვენთან. ფაქტი არის, რომ ამ წუთში ვეყრდნობით, ასე ვთქვათ, ქართლის ცხოვრებას, კვლევა ძიება უნდა გაგრძელდეს ამასთან დაკავშირებით, რა წყაროებიდან გამომდინარე სარგებლობს ლეონტი მროველი, რა წყაროებით სარგებლობს მოქცევაი ქართლისაის ავტორი, მაგრამ ვინაიდან და რადგანაც ამბობენ, რომ ალექსანდრე მოდის ქართლში და ის ტოვებს აქ თავის სარდალს აზოს, ფაქტობრივად აზოც მოხსენიებულია, რომელიც ქართლის პირველ მეფედ. თუმცა მინდა ამასთან დაკავშირებით ვთქვა, რომ აზო უარყოფით კონტექსტში ყავს მოხსენიებული. ქალბატონო მაია, აი ეგ მინდოდა მე თქვა რა, ხო იყოფა ზოგადად, არა მხოლოდ ისტორიაში, არამედ ლიტერატურაში, გეოგრაფიაში, რა ვიცი, ის კი არა მედიცინაშიც კი, ხო? იყოფა ხოლმე აზრი ორად, ხშირ შემთხვევაში, უკეთეს შემთხვევაში და უარეს შემთხვევაში ორზე მეტ. აი ამ დროს ვის უნდა დაეყარდნოს, რომელ მხარეს? იგივე დავუშვათ ქართველოგები სხვა რაღაცას იძახიან, ქართულ ლიტერატურას გულისხმობ, ხა მე ჩემს სპეციალობას განვიხილავ ამჯერად. აი ისტორიკოსები და ქართულ ლიტერატურაში ასე თუ ისე მაინც ამ ბოლო დროს უკვე გამოიკეთა რომელ წყაროს უნდა დავეყარდოთ. აი ხა თქვენ ისტორიკოსები უფრო რომელ წყაროს
ეყნობით და რომელ ეპოქას ეგ არის საინტერესო, რომელი ეპოქის მეცნიერებს? საქმე იცით რა არის ქალბატონო ლალი, რომ შეხმა ქალბატონო მან მოგაცავად. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ ლალი იმედაშვილი ეს იმის გამო იყო ლალიკო. საქმე იმაში მდგომარეობს, რომ აი მოქცევა ქართლისა არის მე-19 საუკუნის წყარო. ქართლის ცხოვრება ლეონტი ბრეოდის სახით ეს არის მე-11 საუკუნის წყარო და აი ეს უარყოფით კონტექსტში წარმოჩენა ფაქტობრივად აზოსის ჩვენ ვხედავთ როგორც ერთში ისე მეორეში. ეხლა საქმე რაში მდგომარეობს, ვის უნდა დავეყნოთ? ეს იმდენად მოცილებულია საუკუნეებს, ანუ ფარნავაზის ეპოქა ეს არის ძველი წელთაღრიცხვის მე-4-მესამე საუკუნეები და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ჩვენ იმ საუკუნის ქართული წყარო როგორც ესეთი არ აქვს. აი ჩვენ ახლა როდესაც ფარნავაზის რეფორმებზე ვისაუბრებთ და მართლაც უზარმაზარი რეფორმები გაატარა ამ ადამიანმა, კაცი რომელიც არის რეფორმატორი მეფე და დღესაც კი ვიყენებთ მის რეფორმებს სახელმწიფოში, იმიტომ რომ ის ადმინისტრაციული დაყოფა, რომელიც მან შემოიტანა თავის დროზე, დღესაც არის სახელმწიფოში, ხო? ეს ადმინისტრაციული თვალსაზრისით ეს დაყოფა, რეგიონალური დაყოფა. და არ არსებობს ახლა ნუ თუ ვინმე არ იყო ისეთი რომელსაც მისი ცხოვრება აღეწერა და ეწერა ჩვენამდე მოეტანა. ხო და აი რა ხდება? ვიცით ჩვენ უფრო შესაძლებელია ნახეთ როდესაც ქრისტიანული კულტურა, ქრისტიანული რელიგია გამოდის უკვე ასპარეზზე არ უარყოფთ იმას რომ აი ქრისტიანულმა კულტურამ ბრძოლა გამოუცხადა წარმართულ კულტურას და შესაბამისად აი აქ დაიკარგა ბევრი რამ. ესეც არის. მე არ გამოვრიცხავთ იმასაც, რომ მთელი ჩვენი ქართული ისტორიოგრაფია და მთელი ჩვენი ისტორია ეს არის ბრძოლა გადარჩენისთვის ფაქტობრივად. სულ ვიბრძვით და გვებრძვია. მე თქვენ ცოტა გადაგრხეთ სხვა თემაზე. აქედან გამომდინარე, დიახ, ამიტომ აქედან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ რაღაც დაიკარგა. ყოველ შემთხვევისთვის, როდესაც საუბრობს ლეონტი მროველი ფარნავაზი, არასახელებს წყაროს რითი სარგებლობს. არასახელებს მოქცევაი ქართლისაი რითი სარგებლობს და ეპოქას საკმაოდ მოშორებულია. ეხლა რაც შეეხება თვითონ ფარნავაზს და ფარნავაზის ბავშვობას. მოდი მივყვები მოვლენებს. ერთი სიტყვით ალექსანდრე მილაშქრა ქართლში, ესე არის ისტორიაში გადმოცემული, დატოვა აზო და აი აზო ვთქვი რომ ეს არის უარყოფითი პერსონაჟი და თქვენ წარმოიდგინეთ რომ ეს უარყოფითი პერსონაჟის ასე გამოყვანა შესაძლებელია უბრალოდ იმითაც დავადასტუროთ რომ შემდგომში ლეგიტიმაცია მოეხდინა ფარნავაზის. იმიტომ რომ ნახეთ ფარნავაზს არ აქვს რამე განსაკუთრებული სტატუსი. ფარნავაზს ჩვენ ვიცნობთ ესე მცხეთის მამასახლისის სამარას ძმისშვილი. რა თქმა უნდა მამასახლისობის ინსტიტუტი არსებობს, მაგრამ როგორც ჩანს აქ მცხეთის მამასახლის აქვს ლეგიტიმაცია და არა დაუშვათ მის ძმას ან დაუშვათ მის შვილს. არ არის წყაროში მოხსენიებული მცხეთის მამასახლისი, სამარა სახელი ვიცით, ყავს ოჯახი, ყავს შვილი, არ ყავს. უბრალოდ ვიცით ის რომ მასთან ბრძოლას შეეწირა როგორც სამარა, ასევე მისი ძმა, ანუ ფარნავაზის მამა. და ალექსანდრე ტოვებს აზოს ქართლში გამგებლად მეფედ. მოქცევა ქართლისაი ახსოვს რომ ის იყო პირველი მეფეო. და როგორც უკვე აი აქ აქვს საინტერესო შეკითხვა გაქვს შენ მაგასთან დაკავშირებით და დაუსი შეკითხვა ქალბატონ მაიკოს. ესე იგი, ჩვენ ვიცით რომ ალექსანდრე მაკედონელმა გაილაშქრა ქართლზე, ხოლო მისი გარდაცვალების შემდეგ მის მიერ დანიშნულმა სარდალმა აზომ შემოუტია საქართველოს. ისიც ცნობილია რომ თვითონ აზო ქართველი იყო, მაგრამ რატო ერჩოდა ასე აქტიურად საქართველოს? ნახეთ ახლა საქმე რაში მდგომარეობს. აზოს შესახებ და მისი წარმომავლობის შესახებაც აქაც აზრთა სხვადასხვაობაა. მაგალითად, მე-11 საუკუნის წყარო, იგივე ლეონტი მროველის წყარო, აცხადებს, რომ ეს ადამიანი არის ბერძენი, იმიტომ რომ ალექსანდრე მოიყვანა და დაგვისვა ჩვენ აქ, აი ეს მტარვალი სისხლის მსმელი, რატომღაც ესე ახავს მოხსენიებული კაცრი და ასე შემდეგ. და მოქცევაი ქართლისაი აბსოლუტურად განსხვავებულ წყაროს გადმოგცემს და იგი ამბობს რომ ეს არის არიან ქართლის ძე. ეხლა გავმარტოთ არიან ქართლი რა არის? არან
ასე უწოდებდნენ ინანელები თავიანთ საკუთარ სამშობლოს, ირანს და ეს არც არის უცხო, ეხლა არიან ქართლი, ვამბობთ, იმიტომ რომ როდესაც აქემენიდური სპარსეთი ყალიბდება და უზარმაზარ იმპერიას მოიცავს, შეიძლება ასე ვთქვათ 50 მილიონიანი მოსახლეობით და კიდევ უფრო მეტიც შესაძლებელია. ფაქტობრივად ის არის უზარმაზარი სახმელეთო იმპერიაც და მისი ჰეგემონობაც სწორედ იმასთან დაკავშირებით იყო, რომ მის ტერიტორიებს იფართოვებდა. როგორც ჩანს, მან გაიფართოვა ტერიტორიები და მასში უნდა შესულიყო ქართველური ტომები. ამასაც ადასტურებს მაგალითად ჰეროდოტე, ძველი წელთაღრიცხვის მე-5 საუკუნის ისტორიკოსი, როდესაც აღწერს ბერძნულ სპარსულ ომებს და ეხება სწორედ ირანს, იქ ამბობს, რომ ქართველური ტომების შესახებ საკმაოდ ისეთი ინფორმაცია აქვს დაცული ბაზა, ასახელებს მარებს, მაკრონებს და სხვადასხვა ტომის წარმომადგენლებს, ტიბარენებს და ამბობს, რომ აიო, მე-18-19 სატრაპიებშიო ეს ხალხი ცხოვრობდა. ანუ ქართველური ტომები ცხოვრობდნენ აქემენიდური სპარსეთის დაქვემდებარებაში. და მათთან ერთად ბრძოლებშიც იღებდნენ მონაწილეობას. ეს ხა არა მხოლოდ არა მხოლოდ ეს ის ისტორიის ეს ნაწილი, არამედ ზოგადად ხა ვიცით ხომ, ეგრო ეგ ცნობილია, რომ ცხოვრობდნენ, კი. კი, იმიტომ რომ აი ქსენოფონტესაც აქვს თავის ანაბასისში დაცული ის, რომ აი ძალიან კარგი ეთნოგრაფიულ გადმოცემას გვაძლევს, მაგალითად იმდროინდელი ქართველური ტომების შესახებ. ამიტომ არ არის გამორიცხული, რომ მართლაც აზო იყოს ქართველი წარმოშვებით ქართველური ტომის და აქ მოხდა ორი ქართველური შტოს, ანუ მამასახლისებისა და სწორედ აი ამ არიან ქართლის ძეს შორის დაპირისპირება პირველობისათვის, ეგემონობისათვის. არ არის გამორიცხული ამასთან დაკავშირებით, ამიტომ მაგალითად ჩვენ ამასაც არ გამოვრიცხავთ. აი ერთ-ერთ არგუმენტად მაგალითად მოყავთ ისიც, რომ როდესაც აზონიო წამოვიდაო თავისი ხალხი წამოიყვანა, მან თავისი კერპებით შემოიტანა ჩვენს ქვეყანაში გაციდა გა. და როდესაც აზო მარცხდება ფარნავასთან ბრძოლაში და რელიგიური რეფორმა ტარდება ჩვენს ქვეყანაში, რელიგიური რეფორმა ტარდება ისე, რომ არამც თუ გაციდა გა განდევნილია ჩვენი ქვეყნიდან, არამედ პირიქით რჩება კიდევაც და ანმაზის მთავარ ღვთაებასთან ერთად მნიშვნელოვან როლსაც ასრულებს რელიგიურ პანთეონში. აი აქაც შეგვიძლია ვივარაუდოთ ამასთან დაკავშირებით, რომ ის რომ არ ყოფილიყო ქართული პანთეონის ნაწილი, შესაბამისად არ მგონია, რომ ფარნავას აი ეს სხვა ქვეყნის, სხვა ტომის, სხვა ხალხის ღვთაებები დაეტოვებინა თავისთან. ანუ ესეც ერთგვარი ვარაუდია ამასთან დაკავშირებით. დიდი მადლობა. კითხვებს რაც შეეხება აი ფარნავაზის სიზმარზე მითხარით კიდევ ხო აი ფარნავაზის სიზმართან დაკავშირებით ეხა ფარნავაზის სიზმარიც აი ეს არის საკმაოდ წინასწარმეტყველური და სიმბოლური აი იმდენად კარგად აქვს ლეონტი მროველს დაგეგმილი როგორ შემოიყვანოს ეს ადამიანი ისტორიის ასე რომ ვთქვათ ასპექტებში რომ აი ჩართული არის სიზმარიც ეხლა ეს სიზმარი მართლა ნახა თუ არა, ვინმეს მოუყვა თუ არა, ვინ ჩაიწერა, ამაზე ნამდვილად ვერ გაგცემთ ახლა ამ წუთში პასუხს, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ აი სიზმარი შეიძლება რაღაცა სიმბოლიკა იყოს. აუცილებლად, ამიტომ ვატყობთ, რომ აი ეს არის წინასწარმეტყველური და სიმბოლური, იმიტომ აღვნიშნე, რომ აი იქ მზის არსებობა, რომელსაც ფარნავას უნდა რომ რაღაცა გარემოდან გავიდეს, რაღაც მზე ჩამოდის, რაღაც ცვარს მოწმენს შუბლიდან, მერე მზის ხივი გაიყვანს გარეთ. აი ეს გახლავთ უკვე სიმბოლო იმისა, რომ მისი ლეგიტიმაციად დადასტურდეს სადღაც. სხვაგანად მე ვფიქრობ, რომ ესე მშრალად ვერ შემოიყვანდა. აი ბავშვობაო თქვენ ახსენეთ, ახლა ჩვენ ბავშვობასთან დაკავშირებით ფარნავაზის შესახებ ვიცით ის, რომ 3 წლის იყო ის, როდესაც სწორედ ალექსანდრე მაკედონელთან ბრძოლას შეეწირა მისი მამა და ბიძა და დედამ გაარიდა აი ამ სიტუაციას და იგი ჩრდილოეთ კავკასიაში იზრდებოდა. აი როგორ იზრდებოდა, რას აკეთებდა, ფაქტობრივად ის ნაკლებად, მაგრამ ეს ის პერიოდია ელინისტური ეპოქაა და არ მგონია რომ ახლა ფარნავაზი რაღაც
განათლების გარეშე არსებულიყო. ნამდვილად არა, ვინაიდან და რადგანაც იგი არის ერთ-ერთი განხილება ეგ უკაცრავად ხა მე არა ვარ ასე. იცით რა არის? მეგონი არც უნდა განხილება. არა, განხილვით ეხლა მაგას არც განვიხილოთ, პირდაპირ ვსაუბრობთ ამასთან დაკავშირებით, რადგან იგი არისტოკრატიული ოჯახის წარმომადგენელი, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შტოს წარმომადგენელი, რა თქმა უნდა, ის მიიღებდა სათანადო განათლებას. მაგრამ აი ესე ოფიციალურად წყაროში არ არის დაცული, იმიტომ რომ ის საკმაოდ გაზრდილი ბრუნდება შემდგომში ქვეყანაში. ხო შეიძლება რომ უბრალოდ გაიბნა, დაიწვა. აუცილებლად, აი სწორედ მაგასთან დაკავშირებით ვთქვი, რომ შესაძლებელია სწორედ ამ ქრისტიანულმა კულტურამ აი ამ თვალსაზრისით, როცა ბრძოლები მიმდინარეობდა წარმართულ რელიგიასთან დაკავშირებით მაშინ, ან შემდგომი შემოსევების შედეგად ჩვენ ამას განვიხილავთ, იმიტომ რომ ფარნავას აი ვამბობთ, მგონია რომ ქრისტიანულ კულტურას ეს გაენადგურებინა პირიქით, ყოველთვის ცდილობდა ქრისტიანობა, რომ ისტორია შენარჩუნებინა. შესაძლოა რაღაცა ბრძოლების დროს უბრალოდ გაიბნა. კი, ეხლა ეს არ არის განგებდაგეგმილი, რომ რადგან ეს წარმართი იყო, წარმართული კულტურა გაგვენადგურებინა და ასე შემდეგ. არა, ეს განგებ არ ხდებოდა. ეს ბრძოლების შედეგად მოხდა. ასევე ძალიან ბევრი მასალაც არის ქვეყნიდან გატანილი. საერთოდ თუ რამე ნადგურდებოდა ბრძოლების შედეგად ნადგურდებოდა. ან დაუშვათ დაკარგულია და გაბნეულია ამ შემთხვევაში. ყოველ შემთხვევაში ჯერჯერობით რაც გვაქვს ხელთ და გვეხელწიფება, მხოლოდ აი ამაზე ვსაუბრობთ და აი ფარნავაზი უკვე გაზრდილი ბრუნდება იგი სამშობლოში და აი მერე უკვე წარმოიდგინეთ ის სიზმარი, რომელიც უკვე ვთქვით და ის ცნობილი ნადირობის ფაქტი, რომელიც ასე ვთქვათ, გვირგვინდება იმითი, რომ აურაცხელ განძს იპოვის. აი ამ განძთანაც შეგვიძლია ჩვენ ვთქვათ, რომ ეს არ არის ლეგენდა, იმიტომ რომ საკმაოდ განძია, დიახ, აი მთელი ვანი, მთელი საირხე, არქეოლოგიური გათხრები, მატერიალური არსებობს მატერიკა. უზარ-მაზარ განძზე საუბრობენ, რომელიც ფაქტობრივად ჩვენს ქვეყანაში არის აღმოჩენილი. და შეიძლება ასე ვთქვათ, ფაქტობრივად ხანდახან ვამბობ ხოლმე, რომ რომარა განძი ნეტავ როგორ განვითარდებოდა მოვლენები, იმიტომ რომ განძმა მიცა შესაძლებლობა ფარნავას, რომ დაექირავებინა, დაუშვათ ჩრდილო კავკასიალები. უფრო აი ეს რაღაც ძალა შესძინა, იმიტომ რომ ეს რესურსებთან, ფულთან იყო დაკავშირებული და ძალიან საინტერესო ფიგურა, რომელიც კიდევ ნაკლებად ჩანს ჩვენ ქართულ ისტორიოგრაფიაში, ეს ქუჯი და მეორე იოანე მარუშიძე, რომელმაც არანაკლები როლი შეასრულა სახელმწიფოს შექმნაში და სამწუხაროა, რომ მხოლოდ რაღაც ერთი ფრაზით შემოვიფარგლებით ხოლმე, როგორც წყარო, ასევე ისტორიკოსები, იმიტომ რომ არა ქუჯი, მე ვფიქრობ, რომ ფარნავაზი ვერ შედგებოდა. რომ არა ქუჯი, ვფიქრობ, რომ ის ქართული სახელმწიფო, რომელსაც ქართლის სამეფო, ანუ იბერიის სამეფო, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ მისი სიტყვები, რომ შენ უნდა იმთავრო ჩვენზე და ეს ძალიან მნიშვნელოვანი იყო, იმიტომ რომ ქუჯის ქონდა სტატუსიც ქონდა. ქუჯი ერისთავი იყო. ფარნავაზი არ იყო, არა, ფარნავაზი იყო ცხეთის მამასახლისის სამარას წიშვილი. ძალიან დიდი მადლობა. მე მგონი ამოვწურეთ, ხო? ერთი კითხვა მაქვს, თუ შეიძლება რომ დაგისვათ. რატომ დააყო ფარნავაზმა 8 საერისაო და 1 საპასპეტოთ საქართველოს? ხო, ეს არის ასე რომ ვთქვათ, იდეალური ნიმუში. ეს პირველად განახორციელა აქემენიდურმა სპარსეთმა, როდესაც შექმნა უზარმაზარი სახმელეთო იმპერია და შესაბამისად მართვა უფრო იოლი იყო. დიდი ქვეყნისთვის, იმიტომ რომ მან დასვა თავისი წარმომადგენლები სხვადასხვა დაპყრობილ ტერიტორიებზე და შესაბამისად იგი მას აკონტროლებდნენ მისივე დანიშნული ხალხი. რაც შეეხება ეხლა ფარნავაზმა ჩვენთან ეს რატომ განახორციელა, ფარნავაზმა სახელმწიფო შექმნა. ნახეთ, აღმოსავლეთ საქართველოს ეს არის ქართლის ანუ იბერიის სამეფო, დასავლეთ საქართველოს ეგრისი ან კოლხეთი არსებობდა ამ შემთხვევაში, რომელსაც ყავდა ხო ლეგიტიმური მმართველი, ეს იყო ქუჯი და ფარნავაზი იფართოვებს ტერიტორიებს და არ დაგავიწყდეთ, რომ დინასტიური ქორწინებით იმტკიცებს ამ ყველაფერს. ერთ დას ქუჯის მიათხოვებს, მეორე დას ჩრდილო კავკასიაში გაათხოვებს თავადაც დურძუკი ქალი მოყავს ცოლად. და ფაქტობრივად შეიქმნა ერთიანი სახელმწიფო,
სადაც როგორც ჩანს მას მართვას უიოლებდა ის, რომ თავისი წარმომადგენლები დაესვა ყველგან. იმ 8 საერისთავოში ყველგან დაჭდა მისი წარმომადგენელი. ძალიან საინტერესოა გეთანხმები ისტორია და მიხარია რომ ძალიან გიყვარს ისტორია და ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი ეთერისთვის შენ. მადლობა და ქაბოტონ მაია უღრმესი მადლობა წარმატებებს გისურვებთ. ჩვენ უახლოს მომავალში ისეთ პროექტს ვკიდებთ ხელს, რომ ფაქტიურად სრულად ისტორიაზე იქნება აგებული და მე აქვე გეუბნებით, რომ თუ თქვენი სურვილი იქნება სიამოვნებით ვიქნებით ისტორიის სფეროში თქვენთან ერთად ჩვენ. უღრმესი მადლობა. ახლა რაც შეეხება პატარა ვიდეოს, რომელიც რამდენიმე წამში უნდა შემოგთავაზოთ. თქვენ კარგად იცით ყველამ, რომ 26 აპრილს ქორეოგრაფიის ახალმა პროფესიულმა თეატრმა, რომლის სამხატვრო ხელმძღვანელი გახლავთ ბალეტის მოცეკვავე ქალბატონი გვანცა ლაზარაშვილი, წარმოადგინა 2 სპექტაკლი გამოღვიძება და სიო ქართული. სპექტაკლი ჩატარდა თბილისში აკაკი ხორავას სახელობის მსახიობთა სახლში, რისთვისაც ძალიან დიდი მადლობა მინდა გადავუხადო და თეატრის სახელით, ბალეტის მოცეკვავების სახელით, საბალეტო დასის სახელით, რომელიც გახლავთ ალტერნატიული დასი ოპერისა ბალეტის საბალეტო დასისა, მათი სახელით მინდა დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს თეატრალურ საზოგადოებას და კერძოდ მის თავმჯდომარეს ბატონ გიორგი გეგეჭკორს. ასევე დიდი მადლობა მინდა გადავუხადო იმ 3 კოლექტივს, რომელიც მუდმივად დგანან ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის გვერდით და ესენი არიან თხილეულისა და ჩირის პირველი ონლაინ მაღაზია საქართველოში, რომლის სახელწოდებაც გახლავთ ონისი, ასევე კომპანია ვინოტელი და ანანოს დესერტების სალონი, რომელიც Facebook-სა და Instagram-ზე იძებნება სახელწოდებით ანანოს cake parlor-ი და სადაც შეგიძლიათ თქვენ შეუკვეთოთ ის ულამაზესი და უგემრიელესი დესერტები, რომლის შესახებაც პროფესიონალები ბრძანებენ, რომ ეს დესერტები არის შემოქმედების ნაყოფი. მისი დამფუძნებელი გახლავთ ქალბატონი ანანო ჩიქოვანი და უახლოეს მომავალში მე გპირდებით, რომ ქალბატონ ანანოსთან აუცილებლად გვექნება პირდაპირ ეთერში შეხვედრა, რამე თუ იგი ძალიან საინტერესო ადამიანია. ახლა კი გთხოვთ გავუშვათ ვიდეო, სადაც თქვენ ნახავთ ნაწყვეტს ქორეოგრაფიის ახალი პროფესიული თეატრის დასის ქორეოგრაფიულ ჩანახატს, ასევე იხილავთ ამ ონისის, ვინოტელისა და ანანოს cake parlor-ის პატარა ვიდეო ჩანახატებს. მე ზუსტად 5 წუთით გემშვიდობებით და ასევე საინტერესო სტუმრების თანხლებით დაგიბრუნდებით. ესე იგი, არ უნდა გადართოთ სხვა არხზე.
ძალიან დიდი მადლობა. გამოშვების მეორე ნაწილი მინდა დავიწყო მიულოცვით, რამე თუ და უნდა მიულოცოთ ტანვარჯიშის ფედერაციას, რამე თუ ნიტა ჯამაგიძემ, ქართველმა ტანმოვარჯიშემ ევროპის თასზე მოიპოვა ოქროს მედალი. ვულოცავ ტანვარჯიშის ფედერაციას და ვულოცავ სრულიად საქართველოს და რა თქმა უნდა ნიტას ვულოცავ და წინ სულ გამარჯვებებს და გამარჯვებებს უსურვებ. ხოლო რაც შეეხება ჩემი გამოშვების მეორე ნაწილის სტუმარს, ეს გახლავთ ყველასათვის კარგად ცნობილი თიკა აიწურაძე, რომელიც სხვა მის მრავალფეროვან საქმიანობასთან ერთად არის საქართველოს ტანვარჯიშის ფედერაციის ფსიქოლოგი. დიდი მადლობა თიკა, რომ ჩვენთან ერთად ხარ და მეორე გამოშვების მეორე ნაწილში ჩემთან ერთად წაიყვანს გადაცემას ანა არაბიძე, ასევე 174 საჯარო სკოლის მე-10 კლასის მოსწავლე. მოგესალმები ანა და ძალიან დიდი მადლობა, რომ ჩვენთან ერთად ხარ. მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. მივესალმები, რა თქმა უნდა, მაყურებელს. ქალბატონო თიკა, დიდი მადლობა მობრძანებისთვის და ჩემი პირველი შეკითხვა ასეთია, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია ადამიანებთან? მოგესალმებით, პირველ რიგში. დიდი მადლობა მოწვევისთვის და მეც ვისარგებლებ მომენტით და კიდევ ერთხელ მიულოცავ ნიტას და სრულიად საქართველოს ამ დიდ გამარჯვებას და ნიტას დედიკოს, რომელიც დღეს ძალიან ამაყია თავისი შვილის წარმატებით. რაც შეეხება თქვენს დასმულ შეკითხვას, როგორ დავამყაროთ კომუნიკაცია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ყურადღებით მოსმენა. ეს არის უპირველეს ყოვლის, რაც უნდა გვახსოვდეს. ასევე თვალით კონტაქტი, ღია პოზა, რომ გახსნილი ხარ ურთიერთობისთვის, კომუნიკაციისთვის და როდესაც მშვიდად უსმენ მოსაუბრეს და იზიარებ მის აზრს. შეიძლება არ ეთანხმებოდე, მაგრამ უსმენდე. ეს განაპირობებს უკვე ჯანსაღი კომუნიკაციის დასაწყისს. და ამ ყველაფერს აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. და საკმაოდ რთულია კომუნიკაციის დამყარება და დაუშვათ აი ადამიანს ჭირს, როგორ თქვა, შიში ერთგვარი და შეპყრობილია და ძალიან უნდა რომ დაამყაროს კომუნიკაცია. აი მაგ დროს რა უნდა ვქნათ, რომ შიში რისი შიში? აი რომ ვერ მიდიხარ მაგალითად კონკრეტულ ადამიანებთან, ბარიერი აქვს რაღაც, ხო? ბარიერი გიჭირს და აი მაგ დროს რა უნდა ქნა, რომ ეს ყველაფერი დაძლიერო და გადალახო. პირველ რიგში აღნიშნავ, რომ შიში ეს არის ადამიანური ფაქტორი, ჩვეულებრივი რეაქციაა. უბრალოდ უნდა მოხდეს ამის იდენტიფიცირება, რატო გიჩდება ეს შიში, თუნდაც კომუნიკაციის დაწყების წინ. ეს უკავშირდება კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაციას თუ ზოგადად. უნდა გაარკვიო, რატო რისი ეშინია. ხვდები, ერთ პატარა ჩართვას გავაკეთებ და გავჩუმდები. ბიბლიაში 365 ჯერ წერია ფრაზა ნუ გეშინია, იმიტომ რომ შიში იწვევს ყველა საქმიანობაში უკან დახევას. პირადი გინდა თუ საზოგადოებრივი გინდა. და ამიტომაც არის ზუსტად მნიშვნელოვანი იდენტიფიცირება თუ რა დგას ამ შიშის უკან. კონკრეტულ ადამიანთან კომუნიკაციის გეშინია თუ ზოგადად კომუნიკაციის გეშინია. ყველაფერს აქვს თავისი ახსნა და როდესაც ხდება ამის იდენტიფიცირება, შესაბამისად მოგვარებაც უფრო მარტივი ხდება. ნუ პირველი არის ეს ემოციის მართვის ნაწილი და მშვიდება. ძირითადად სუნთქვით, რომ ნერვული სისტემა იყოს მშვიდი და შემდგომ უკვე იმ პრობლემის გააზრებით, რა პრობლემის წინაშეც დგავართ და შემდეგ უკვე კონკრეტული ქმედებების ასე ვთქვათ, განსახორციელებლად, მაგრამ მაინც გამბედაობა აქვს. ყველაზე მნიშვნელოვანი რომ უნდა გაბედო. არაფერი არ დაშავდება კომუნიკაციით, სულ ორი პასუხია ხოლმე, ან კი ან არა. ხო, ან მზაობა ექნება ადამიანს, ან არა. ყოველ შემთხვევაში ის მაინც გვეცოდინება, რომ ამ ადამიანს ჩვენთან კომუნიკაციის მზაობა არ აქვს. ხო, ეს ძალიან ხშირად უარის თქმის ეშინია ხალხს. კი ბატონო, უარყოფის შიში არის ძირითადად ამის უკან. ხო, და საბოლოო ჯამში, აი რომ ვიზრდებით, იმაზე ალბათ არასოდეს არ ნანობს ადამიანი, რომ რაღაცა ნაბიჯი გადადგა. პირიქით, ნანობს იმაზე, რომ არ გადადგა, ხო? ზუსტად ეგ არის. ამიტომ ჯობია ყოველთვის მოვსინჯოთ, გადავდგათ ნაბიჯი და გვეცოდინება. ნებისმიერ ასაკში, საჭიროა ნაბიჯის გადადგმა. აუცილებლად, გამბედაობა. ზუსტად ამის, რომ გეცოდინება მაინც საბოლოო პასუხი.
აი ჩემ მაგალითად ძალიან მიჭირდა აი კომუნიკაცია მით უმეტეს და დღემდე ვცდილობ და რაღაცით გამომივიდა რომ აი ნაბიჯი როცა გადავდგი ეს ყველაფერი გამომივიდა და ვხედავ რომ რაღაცა გავაკეთე ისეთი რომ ნახევარი ნაწილი თითქოს შევსებულია და ნახევარი გადარჩა და რაღაც მიშლის ხელს და კიდე მინდა რომ გავარკვიო თუ რა მიშლის და ამაში მოკლედ ჩემთან მუშაობა რა თქმა უნდა მჭირდება და ძალიან დიდი მადლობა პასუხისთვის ეს მნიშვნელოვანია უკვე რომ მუშაობთ საკუთარ თავზე და ნახე კარგმა თვითონ ძალიან კარგად ჩამოაყალიბა რომ ნახევარი გზა უკვე გავიარე ზუსტად რომ გავლილია და რაც უფრო ხშირად გექნებათ კომუნიკაცია მით უფრო მარტივად გადალახავთ აი ამ შიშს მეორე კითხვას რაც შეეხება შფოთვის მოსახსნელად რა უნდა გააკეთოს ადამიანმა როგორც აღნიშნე, შფოთვა, რა თქმა უნდა, ჩვეულებრივი რეაქცია, ნუ ცოტა უფრო გადამეტებული, ძირითადად სტრესი იწვევს, სტრესიდან მოდის შიში, შიშიდან შფოთვა. რა თქმა უნდა, ესეც მართვადია, სრულიად გაქრობა ეს არ ხდება, ანუ შეიძლება სრულიად არ გაქრეს, მაგრამ უნდა გახდეს მართვადი. ანუ, როდესაც ჩვენ ვახდენთ ემოციის მართვას, მშვიდდებით, პირველ რიგში მშვიდდება ნერვული სისტემა, ანუ არსებობს სხვადასხვა ტექნიკები, იგივე სწორი სუნთქვა, ანუ ამას ვაკეთებინებ ხოლმე ხშირად ცხვირით შესუნთქვა პირით ღრმა მოსუნთქვა არსებობს ხუთი საგნის რასაც ხედავ ირგვლივ მიმოიხედავ ანუ ამის ტექნიკა რომ მოხდეს კონცენტრაცია ისევ საქმეზე რასაც აკეთებთ რო არ გაიფანტოს ყურადღება ნუ პირველ რიგში ჯერ ემოციური სიმშვიდე გვინდა რომ დაბალანსდეს თვითონ სუნთქვის მეშვეობით ნერვული სისტემა გააზრება და შემდეგ პატარ-პატარა ნაბიჯებად დაყოფა შემდგომი ქმედებების თუ რა უნდა გავაკეთოთ იმისათვის რომ აღმოიფხვრას ეს შფოთვა გასაგებია და როგორ გავხდეთ თავდაჯერებულები ჩემი ეს ბოლო ძალიან კარგი კითხვაა როგორ გავხდეთ თავდაჯერებულები ხშირი კითხვა სხვათა შორის და როგორ და პირველ რიგში საკუთარი თავის მიმღებლობით უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ისეთი როგორიც ხართ თქვენი სისუსტეებით და ძლიერი მხარეებით თუ რაღაც არ მოგწონთ თქვენს თავში და ფიქრობთ რომ სჭირდება სუსტ მხარეს გაძლიერება მხოლოდ მაგ შემთხვევაში აძლიერებთ არ უნდა დაკავდეთ ზედმეტად თვითკრიტიკით უბრალოდ უნდა მიიღოთ საკუთარი თავი ჩაუღრმავდეთ და უფრო უკეთ შეიცნოთ და თიკა აი ეს თავდაუჯერებლობა საიდან მოდის? ბევრი ფაქტორია. ზოგი არის შინაგანად, რო ადამიანს აქვს განცდები, გარემოდან აკარნახები, ანუ იქნება ეს იმ გარემოში, რომელშიც უწევს ურთიერთობა, შეიძლება იყოს სკოლაც, არის ხოლმე ხშირად პრობლემა. პედაგოგების მხრიდან შენიშვნა არ შესრულებული დავალების გამო, არასწორად მიღებული შენიშვნა, რომელიც მის პიროვნებას ეხება, ასე ვთქვათ, ესეც ხდება ერთ-ერთი, ასე ვთქვათ. გამოდის, რომ პედაგოგებს უფრო ჭირდებათ ფსიქოლოგთან მუშაობა, ვიდრე მოსწავლეებს. ვფიქრობ ერთიანობაში ყველას ერთად სჭირდება, რომ დამყარდეს ჯანსაღი კომუნიკაცია. ბავშვებთან ურთიერთობა მოსწავლეებთან და ძალიან ხშირია ხოლმე, რომ მეუბნებიან ბავშვები ხშირად ყოფილა, რომ თვალცრემლიანი ჩამოსულან და უთქვიათ, რომ იცი რა არის ხარ, რა თქმა უნდა, არც სკოლას დავასახელებ და არც იმ ბავშვს და არც პედაგოგს, მაგრამ მე კი ვიცი და აი დავუშვათ არას კლასის წინაშე ისეთი შენიშვნა აქვს მიცემული, რომ ნუ ბავშვს შის თავმოყარეობაზე იმოქმედა. კი, ზუსტად ეგ აღნიშნე, რომ არ უნდა ეხებოდეს მის პიროვნებას. ჯერთი უწმინდესი ხო სულ იმას ბრძანებდა და ჩვენი ტკბილი და ჩვენი ბრძენი უწმინდესი, რომ ბავშვებს ის კი არა ორიანი და ხუთიანი თუ ეხარ არის რა შეფასება არის 10 ბალიანი ხო ცუდი ნიშანი არ დაუწეროთო და შეურაცხყოფაზე ხო ლაპარაკი ზედმეტი აი რა უნდა გაკეთდეს აი მითხარი ან პედაგოგს რატო უნდა მოუნდეს თიკა რომ შეურაცხყოფა მე შენიშვნაზე არა მაქვს საუბარი აი შეურაცხყოფას რატო უნდა აყენებდეს ერთი ადამიანი მეორეს და მით უმეტეს პედაგოგი მოსწავლეს აი ეს მაინტერესებს სულ არ ვაპირებდი ამ თემაზე უბრალოდ მომინდა დიახ ნუ კითხვა მოიტანა და იცით რა ეს თვითონ უფრო მეტი დაფიქრება გვმართებს ზრდასრულებს და ემოციის მართვა უფრო მეტად. აქ არის უკვე ემოციის მართვასთან პრობლემა, როდესაც ვერ ახდენს ზრდასრული იმ მომენტის გაკონტროლებას და მართვას და შეიძლება შემდგომ ინანოს თავისი ქცევა, მაგრამ ნუ იმ ბავშვის ფსიქიკაში ეს ილექება ძალიან ცუდად. კი ბატონო, ამიტომ უნდა ვიყოთ კი მაქსიმალურად ვაკონტროლოთ სიტყვები თუ როგორ ვურთიერთობთ ბავშვთან, იმიტომ რომ ეს აუცილებლად
კონკრეტულად აი ისახება როგორც მის აწმყოზე, ასევე მომავალზე. იმიტომ შეიძლება ბავშვმა იმწუთას არაფერი არ თქვას, ყველას არ აქვს იმის უნარი, რომ დააფიქსიროს ის, რაც ეწყინა, მაგრამ ილექება მის ქვეცნობიერში და შემდგომ ძალიან ბევრ კომპლექსს იწვევს, თუნდაც აი ეს თვითშეფასება, რომ უკვე ითდება, აქვს ყოველთვის დაბალი თვითშეფასება, მომავალში აი კარიერულ წინსვლაში, პირად ცხოვრებაში, როდესაც არჩევანის წინაშე დგება, ხელი ეშლება. ბევრი ფაქტორია, ეს მხოლოდ პედაგოგს არ უკავშირდება, უბრალოდ სკოლაში დიდ დროს ატარებენ ბავშვები და შესაბამისად უნდა იყოს მეგობრული ჯანსაღი გარემო და აუცილებლად უნდა აუხსნა ბავშვს, როდესაც შენიშვნას აძლევ, რომ უნდა იყოს არგუმენტირებული და მის პიროვნებას არ უნდა ეხებოდეს. არ შესრულებული დავალების გამო შენიშვნა უნდა მივცეთ სწორად, რომ რატო არ შეასრულა დავალება მის მიზეზის დადგენა და კონკრეტული შენიშვნის მიცემა იმ დავალებიდან გამომდინარე. დიდი მადლობა. ანა, შენ გაქვს შეკითხვა მეც მაქვს. მიდე კითხვა და მე. არ მაქვს შეკითხვა, მაგრამ ისე ძალიან საინტერესოა საუბრობთ და დამაჯერებელიც არის ეს ყველაფერი და ძალიან ასე ვთქვათ საყვარელი ადამიანი ბრძანდებით. აი, სიამოვნებს ახლა თქვენი მოსმენა. დიდი მადლობა. საუბრობთ, რომ არ ვიცი, აი მართლა საყვარელი პიროვნება ხართ ჩემთვის მაგალითად. ძალიან დიდი მადლობა. თიკა, თერაპიაზე რას გეტყვი? აი, არსებობს ხელოვნების სხვადასხვა დარგების თერაპია. ხატვა, მუსიკა, იგივე ლიტერატურა გნებავს, სპორტი კიდე ცოტა მე მგონი ცალკე თემაა, ხო? თუ შედის ამ ხელოვნების თერაპიაში? არა, ცალკეა სპორტის ფსიქოლოგია, მაგრამ სხვათა შორის იქაც ვიყენებ არტ თერაპიას, მეტაფორულ ბარათებს, საკმაოდ ეფექტური ინსტრუმენტებია. მრავალწლიანი გამოცდილება გაქვს. რომელი უფრო კარგ შედეგს გვაძლევს? აბსოლუტურად ყველა იძლევა ძალიან კარგ შედეგს. მე მაგალითად ვახდენ ამ ორის ინტეგრირებას, ანუ ერთად ვიყენებ არტ თერაპიის, ხატვას და მეტაფორულ ბარათებს ერთად ვიყენებ, ასევე პატარა მედიტაციებს. ასოციაციური ბარათებია, ძალიან ეკოლოგიურია, რა თქმა უნდა და ლამაზი გამოსახულებებია, თუმცა ერთი და იგივე ბარათი, ერთი და იგივე ადამიანმა სხვადასხვა დროს შეიძლება სხვადასხვანაირად დაინახოს და კონკრეტულად იმ მომენტში აქვს მნიშვნელობა. ბავშვები, ემოციები, მაგალითად, შინაარსობრივად კი, რა თქმა უნდა. ხშირად ვიყენებ კრიალოსანი არსებობს ასეთი კრებული, რომელიც ძალიან მიყვარს და საკმაოდ საინტერესოა. თან უსაფრთხო ეკოლოგიურია და არის ასევე პატარა ფრაზები, ქართული ანდაზები, არა მარტო ქართული, რაღაც პოზიტიური გზავნილებია და მუშაობის ბოლოს ზრდასრულებთან უფრო ვიღებთ ხოლმე ამ ფრაზებს. და აი იმ დღეს რაზეც ვიმუშავეთ, თითქოს პასუხობს. თითქოს არა პასუხობს ნამდვილად, იმიტომ რომ კონკრეტულ რიცხვს ასახელებს ადამიანი და შესაბამისად ის ფრაზაც მოდის რაღაც ქვეცნობიერიდან გზავნილი. და საკმაოდ საინტერესოა. გამოიყენება ადრე სხვათა შორის როგორც ცალკე თერაპია არ გამოიყენებოდა, იყო დამხმარე ინსტრუმენტი, მაგრამ ახლა არტ თერაპევტი ცალკე სპეციალისტი შეიძლება იყოს მეტაფორული ბარათების კი და მაგრამ ყველაფერი ერთად მუშაობს უფრო იდეალურად, ანუ როდესაც ამას ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი, ფსიქოკონსულტანტი და არა მარტო სხვათა შორის პედაგოგებიც იყენებენ, HR-შიც იყენებენ და საკმაოდ შედეგიანია, როგორც ჯგუფებში, ასევე ინდივიდუალური მუშაობის დროს, ანუ ყველა ჯგუფთანაც გამიტესტავს ინდივიდუალურადაც და მოსწონთ, კარგ შედეგებს იძლევა. თან იცით რა არის, როდესაც აი ვერბალიზაციის პრობლემა რაღაც მომენტში შეიძლება ადამიანმა ვერ დაასახელოს თუ რა აწუხებს, აი ამ ასოციაციური ბარათებით და არტ თერაპიის მეშვეობით ხდება უკვე იმ კონკრეტული პრობლემის მიზეზის იდენტიფიცირება და ამაზე საუბარი ეკოლოგიურად დამუშავება. რა ვერ დაასახელოს თიკა? რაღაცას განიცდიდე, მაგალითად შიში გქონდეს და კონკრეტულად იმ მომენტში ვერაცნობიერებდი რისი შიშია. მაგრამ როდესაც ბარათი გეხმარება. კი, გეხმარება. ან კონკრეტული ტექნიკა არტ თერაპიაში იწყებ ხატვას და მერე გახსენდება, რომ ერთობ თითქოს რაღაც უმნიშვნელო მომენტი, რომელსაც შეიძლება სერიოზულად არც აღიქვამდე, იყოს გამომწვევი, ან ასოციაციურად იწვევდეს ზუსტად აი იმ განცდას, ემოციას და ხდება ამის იდენტიფიცირება და როგორც კი ხვდები რა დგას ამის უკან. მასშტაბებში, კი, რა თქმა უნდა, ანუ ჯერ მიზეზი და მერე იმ მიზეზის დამუშავება, ანუ შიშის მიზეზის, ასე ვთქვათ, ხო? რაც უფრო უახლოვდები, მით უფრო მასშტაბი მცირდება, რაც უფრო გაიცნობს სიღრმისეულად. და ნაბიჯ მერე გეგმავ, როგორ უნდა დაძლიო ესა თუ ის შიში.
და აი ბავშვობაში მიღებული ტრავმები აი ზუსტად ეგ არის ამ ნახატების მეშვეობით, იმიტომ ვთქვი, რომ ერთობ შეიძლება არ გახსოვდეს რაღაც ბავშვობასთან იყოს ასოცირებული და იმ ხატვის პროცესში გაგახსენდეს. იმიტომ რომ იმ კონკრეტული დავალებიდან გამომდინარე წამოვიდა ის ასოციაცია. თან ხო ვთავაზობ მაგ დროს წარმოიდგინონ, რომ არიან ბავშვები და როგორ დახატავდნენ. და ზუსტად ყოფილა ეგეთი შემთხვევები, რომ აი არც მახსოვდა ბავშვობაში შემეშინდა და თურმე ეს დგას ამის უკან. და აი თუ დავშათ art თერაპიის გარეშე ცხოვრობს ადამიანი, ეს ბავშვობაში მიღებულმა ტრავმამ შეიძლება ნებისმიერ ასაკში იჩინოს თავი, თუ შეიძლება მინელდეს და გავიდეს საერთოდ აი ორგანიზმიდან ამოვიდეს საერთოდ თავისით. ანუ კი, იცით როგორ არის? გააჩნია თვითონ სიღრმეს, თუ მსუბუქია და ადამიანს აქვს იმის რესურსი, რომ თვითონ გადაამუშაოს, ანუ თვითრეფლექსიის, ასე ვთქვათ, უნარი. რამდენად ძლიერია, კი, რამდენად ძლიერია, შეუძლია გადაამუშაოს და საერთოდ არ იყოს ხელი შემშლელი, მაგრამ თუ არის რაღაც სიღრმისეული, იმას და მიშველება ჭირდება სპეციალისტის, რომ უფრო მარტივად გაიაროს ეს პროცესი, დაძლიოს, რა თქმა უნდა. ისიც ხო არის, რომ აი რაღაცა ადამიანი უკვე დასრულ ასაკში რაღაც ახსენდება და ფიქრობს, რომ ანუ ეს სხვისი ბრალი კი არა, უშუალოდ მისი ბრალია. რა თქმა უნდა, გაცნობიერება ქვია ამას. და ანუ ამ დროს როგორ სუბუქდება, ხო, ყველაფერი. აი, ეგ არის ზუსტად გაცნობიერებით იწყება ყველაფერი, როგორც კი აცნობიერებ 50% უკვე მოგვარებულია იმ პრობლემის. ძალიან დიდი მადლობა. არ გაქვს შენ კიდე შეკითხვა? ხატვაზე საუბრობდით, აი თერაპია შევახეთ და ხატვა როცა ვახსენეთ, ჩემი თავი გამახსენდა, იმიტომ რომ ხატვაზეც დავდივარ და ხშირად ვხატავ და როდესაც ვხატავ, მშვიდდები. აი ძალიან კარგი, ასე ვთქვათ, სიამოვნებას ვიღებ. ეხლა რენესანსს ვხატავ და საკმაოდ რთული ნახატია. ძალიან დიდი ხანს ვუნდები ამ ნახატზე მუშაობას და იმედი მაქვს, რომ მოვჩები და მოკლედ მამაზად და კარგად დავსრულებ ამ ნახატს. აუცილებლად. ძალიან დიდი მადლობა თიკა აიწურაძე, ანა არაბიძე თანაწამყვანი, თიკა აიწურაძე სტუმარი. ძალიან დიდი მადლობა თიკა. ანა გილოცა არაჩვეულებრივად გაართვი თავის შენც და ბარბარემაც. ხათი შორის წყუბები არიან ბარბარე არაბიძე და ანა არაბიძეები. დიდი მადლობა და ჩვენ რა თქმა უნდა გავაგრძელებთ შეხვედრებს. ყველას დიდი მადლობა ვინც გვიყურეთ და გვისმინეთ. მე მომავალ პარასკევამდე გემშვიდობებით. ნახვამდის. ნახვამდის.